გამარჯობა, ეს არის გადაცემა რეგლამენტი, მე ვარ გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი ოთარ გურასპაშვილი. ინტერნეტ გამოცემა ესპრესი აგრძელებს თავის გადაცემებს, რომლის მიზანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდა სამეგრელო ზემოწმენდის რეგიონში. გადაცემის ნახვა შეგიძლია ყოველკვირეულად ინტერნეტ გამოცემის ვებგვერდზე მისამართით www.tspress.g. Შეგაცემთ, რომ პროექტი ხორციელდება ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ხარდაჭერით. Ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემაა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და მიმდინარე საზოგადოებრივი პოლიტიკური პროცესები, ასევე სოციალური პრობლემები. დღეს სტუდიაში ჩვენი სტუმარია კოალიცია კახაკუკავა თავისუფალი საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვეფხია ცუმაია. მასთან ერთად დღეს სტუდიაში ჩვენთან უნდა ყოფილიყო ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ტოლონჯაძე, მაგრამ მან სტუდიაში მოხსენებაზე უარი განაცხადა. მე მოგესალმებით. დაბლობა სტუდიაში მოგზაურობისათვის. ჩვენ პირველ კითხვა ასე დავიწყოთ ჩვენი საუბარი. ასე იგი, როდის გადაწყვეტეთ, რატომ გადაწყვეტეთ აქტიურად პოლიტიკაში ჩაბმა? კახაკუკავა თავისუფალი საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაციიდან რამ გადაგაწყვეტინათ? წავიდგინეთ და თქვენი პირველი მოგესალმებით სრულიად საქართველოს და სრულიად საქართველოს ფარავდეს ქართული მართლმადიდებელი ჯვრის მადლი. მინდა სრული პასუხისმგებლობით განაცხადო, რომ კახაკუკავა ჩვენ როდესაც კონსერვატორებიდან ვიბრძოდით ამ ხელისუფლებას პატონი კახა მაშინ წარმოადგენდა კონსერვატორულ პარტიას. შემდეგ 2010 წელს უფროსებად 11 წელს ჩამოაყალიბა პარტია თავისუფალი საქართველო, რომლის თავმჯდომარე ამჟამად გახლავთ მე და კალათბურთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ეს მან განაპირობა ალბათ, რომ ამ ხელისუფლებას შეუგუებელი და ამ ხელისუფლებაზე უბრალოდ გაბრაზებული ხალხი, რომლებიც ვერ ეგუება იმას, თუ როგორ უნდა იყოს საქართველოს სინამდვილეში და როგორ წარმოგიდგენს ეს ხელისუფლება, ამან განაპირობა ის, რომელ პლანზეც ვიმყოფები დღეს მე. და ეს ახლა უბრალოდ რაღაც ცოტა ისე მონიშნასავით. ანუ თქვენი მისაუბრება და ასულაკაშვილი დაგისვენ პირველ კითხვას თუ შეიძლება. ზოგადად ასე ესალმებით ადამიანს შეყვარავდეთ ჯვრის მადლი თუ ეს რაღაც ისეთი წინას. არა, უცნობ მე ვარ ქრისტიანი მართლმადიდებელი, საერთოდ მოძღვრები. არა, ქრისტიანი მართლმადიდებელი და ასე ესალმებია. კი, თქვენი ჯერმე მე რამოდენიმე დღეს უკან მე-9 ტალღით მქონდა ისე ტელევიზიით მიმართვა და იგივე ღვთისმშობლის დღესასწაული მიულოცა სრულიად საქართველოს. ალბათ იგივე დამთხევა არის, როდესაც ალბათ ტელევიზიის კამერებთან მიწევს მე გამოსვლა ემთხოვა ქრისტიანულ დღესასწაულს. უფლება არ მაქვს, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი ადამიანი არ მიულოცო მთელს. ანუ დაემთხვა დღევანდელ აუცილებლად ალბათ ესეც უფლის ნებაა ყველაფერი, რა თქმა უნდა, ალბათ როგორც წინა გამოსვლა არა, საერთოდ უჩვენოთ, როცა პოლიტიკოსები ასე ვთქვათ, შეერთდა რელიგიით მანიპულირებენ და ცოტა არასდროს ქალბატონელისო ყოველთვის მიყვარს საერთოდ ერთი რამ, აი დათათუთაშხიაში სიტყვა თუებს ვერ გადავიტყავებ ეკლესიაში, მაგრამ უფრო მჯერავს ღმერთის ვიდრე იმ ფარისეულს, რომელიც ეკლესიაში მიდის თითქოს დაიჩუქება ეხლა მაინტერესებს თქვენი გავლილი გზა და ის რაც თქვენ ვთქვათ გაგიკეთებიათ ქალაქისთვის ზოგადად რომელზე ვისაუბროთ, როგორც ვიცით თქვენ ყავით ადრე სამოზიებშვილის პარტიის ლიდერი ფოჩი, ვიყავთ კონსერვატორების წარმომადგენელი და ეხლა წარმოადგენთ კახაკუკავას თავისუფალ საქართველოს. ანუ რა მოტივაცია გქონდათ ხოლმე, როცა ვთქვათ ამ კონკრეტულ პარტიებში მიდიოდით და ვთქვათ რა საკეთებით ამ პარტიებიდან კონკრეტულად ქალაქისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის. აი ქალბატონელისო მან ესმის უფრო რეალურად დასმული კითხვა იქნებოდა, აი სვამან ხოლმე, როდესაც მიწევდა ხოლმე ტელევიზიაში ყოფნა, უბრალო ქალაქის მაცხოვრებელი დასვამდა ხოლმე კითხვას ოპოზიციის წარმომადგენელს აგაგიკეთებია ფოტოსთვის. მე ყოველთვის ვცდილობდი იმას, რომ მომზადებული ყოფილიყავ ამისთვის და სანამ ამ თემას ჩავუღრმავდებოდეთ, მე მინდა ისეთი რამ წარმოუდგინო საზოგადოებას, როდესაც დაიბადა ნაციონალური მოძრაობა, იმ დროს ებრძოდნენ შევარდნაძის ხელისუფლებას. იცით
თუ არ იცი საზოგადოება 14 წლიდან 1988 წლიდან 14 წელს გახდით, მაშინ ახლანდელი საკათედრო ტაძარი რომელიც ჩნდება ის ადრე თეატრი იყო, იცით, მის წინ კაპიცოზე მოყვებოდი, რომ ქართველი ადამიანი არ დასულიყო რუსეთის ჯარში, ანუ ერთი აგური მაინც მაქვს დადებული საქართველოს დამოუკიდებლობაში და მის სუვერენიტეტში. ვცდილობდით ყოველთვის, მე პირადად ვცდილობდი იმას, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი, სუვერენიტეტული და შევარდნაძის რეჟიმმა ვერ გაამართლა. შემდეგ მოვიდა ხელისუფლება, ყველაზე გონა რომ ახლა ზუსტად გამსახურდიას სიტყვები და მისი სახე ფარადაიფარა, ყველაზე გეგონა აუცილებლად რომ ეს გააკეთებდა იმას, რომ შევარდნაძე დაიჯერებოდა მისი კმედითი სიტუაციიდან გამომდინარე და რაც არ განხორციელდა. ჩვენ ანალოგიურად 2003 წლის 8 სექტემბერს შევქმნით არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი, რომლის ბაზაზეც გამოდიოდა პრესა ახალი თაობა, შემდეგ გაზეთი პატრიოტი და რამოდენიმე წელიწადახევრის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში მთელი ტექნიკა თავისი უბრალო ფურცელიც რო ფურცელი ესეც გაქრახლა. ქურც რა უნდა და ბნელი ღამეო და ფურცელი რაში ამავე ბაზაზე განიჭერმე მინდა რა თქმა უნდა სულად მეყვები ნაბიჯ ამავე ბაზაზე როგორც დაშლილი იყო, დიფერენცირებული იყო მარტივმომრავლება და აღმოსავლური ორთაბრძოლები და ჩვენ ჭირდებოდა უცვლელად ჯანსაღი მომავალი თაობა საქართველოს მომავლისათვის, ანუ ეს ახალი თაობა საქართველოს სამშობლოს სიყვარულს, რომელიც დღეს თანამედროვე საქართველოში ამოიღეს საერთოდ ლექსიკიდან, გვინდოდა მოგვეწამოთ სამშობლოს სიყვარულში. ამავე ბაზაზე შეიქმნა რამოდენიმე წერილები დუბლიკატების სახში მენახება, თუ ვინმეს დაინტერესებს აუცილებლად წარმოადგენთ ყველგან მერიას მიწერილი, პარლამენტში მიწერილი უნდა შექმნილიყო ქალაქ ფოთში დასავლეთ საქართველოს აღმოსავლური ორთაბრძოლების ცენტრი. ეს იყო პრობლემა, რაც მომენტში აქტუალური და მაპატეთ გაბატონებულზე უპირველესად ჩვენ გსურდა რომ მომავალ ჯანსაღი თაობა ქუჩას გამოგვეტაცა და ანუ ყველა ჩემპიონი ვერ გამოვიდა ყველა რაღაც, ანუ მომავალი თაობა ჯანსაღი გვეყოლებოდა. დღესაც ხდება ეს ხო პროცესში ხართ და რა თქმა უნდა ხართ ჩაბმული აქტიურად, ამდენად ყველა ინფორმაცია გაქვთ. ისედაც რომელიც არ იყო დღეს ისეც ყველა მოახერხეს, მაგრამ აი როგორ შეაფასებ კომპრომატები ზონს თუ რაც ხდება ჩვენს თვალწინ, თითოეულ ჩვენ გავის თვალწინ დღეს. აი რა ხდება დღეს, არის ეს საარჩევნო რეჟიმი? ანუ თქვენ საარჩევნო თქვათ კამპანიაში რამე ხელშემშლელი ხო არ არის? ეს ყველაფერი ხო არ ჩრდილავს თქვენს რაღაც ან თქვენი პარტიის როლს, იმიტომ რომ მაინც რაღაც ორი ძირითადი ძალა გამოიკვეთა ხო, როგორც ასეთი დღესდღეობით და ჯერ თვითონ სიტუაციაში აფასებ და მე ეს თქვენ რა ზიანს გაყენებთ, ან ადადებით იქნება დადებითი მოვლენა და დადებითი ფაქტორი. ну რა თქმა უნდა ყოველთვის ნათქვამია ჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია და ყველგან ნანახმა ყველანაირ მოლოდინს გადააჯერება. ჩვენ ყველამ ვიცოდეთ პრესაშიც იბეჭდებოდა ბატონი ტოღუში თვითონ პარლამენტის ხომიდან მიუთითებდა თუნდაც საჯარო ახსოვების პენდენციალური სისტემის ხელმძღვანელებს რომ ვიღაც უნდა გადამდგარიყო, ვიღაც უნდა დაეკავიოთ, ვიღაც რაღაც, მაგრამ ყურად არ იყო იმთავრებამ. ჩვენ ძალიან ცუდად მიგაჩნია სიტუაცია და რეჟიმი ვიცოდი თავიდანვე როგორც მოვიდა რომ შევარდნაძეს განევიდა, მე თვითონ პიროვნულად ჩემი პიროვნება მიცოდა რომ სააკაშვილი აი ესეთ დიქტატორულ რეჟიმს დაემყარებდა, პინოჩეტიც თუნდაც და მილოშევიჩი და სხვადასხვა მონაგონი იქნებოდა. რაც შეეხება შემდეგ ისევ ჩავუყნავდებით ამ თემას, რაც შეეხება ნაბადეთ ჩვენთვის ხელი არაფერს არ შეუშლია, ჩვენ უბრალოდ ვხედავთ რომ გამოიკვეთა ორი ძლიერი ძალა, ჩვენ ვართ რადიკალური ოპოზიცია, ჩვენ პირველი ჩვენი კანდიდატურის მოხსნა მთაწმინდაზე განაპირობა იმამ რომ მთელი თავისუფალი საქართველოს მთელი პლანი და მთელი ეს პარტია დაუდგა გვერდით ზაზა პაპუაშვილს და იყო ერთგვარად ნაბიჯი გადადგმული. შემდეგ რამოდენიმე ოლქში მოხსენეთ კიდევ დღესდღეობით 20-მდე ოლქში შეიძლება ცოტა მეტში მოხსენეთ ჩვენი მაჟორიტარ კანდიდატები. ეს სასარგებლოდ? რა თქმა უნდა ოცნების სასარგებლოდ. ბატონმა კუკალომაც განაცხადა რომ ჩვენ პარლამენტში თუ 50+1, ესე იგი ჩვენსგან თუ იქნება დამოკიდებული, ჩვენ 50+1 მაბადე დაუცილებლად შევავსებთ ქართული ოცნების წრეებს და შემდეგ მხარს დაუჭერთ. ხო, მანამდე ხო იყო რაღაც ძალიან გაძაბული კანდიდატურაზე.
რაღაც ისეთი განცხადებები კეთდებოდა, ანუ რა მოხდა? რამოდენიმე დღეს უკან თქვენ თუ ამას მეკითხებით, რამოდენიმე დღეს უკან იყო განცხადება ასეთი გაკეთებული და თბილისის საზოგადოებამ ინტერნეტ პორტალებზე და თვითონ ტელევიზიითაც მთელი თბილისის საზოგადოება საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის შეცდომაში შეყვანილი. არანაირ თამაშს გახაპუყავა და ჩვენი პლანკი არაპირებს მithumetes შერიგებას მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან. თუ გაახსენდება ხოლმე გახაპუყავა მოწინავე პლანზე იყო, როდესაც მას გეწოდებული ხელკეტი, ანუ დუბინკას მოსაც ეძახიან, ხვდებოდა ხან თავში და ხან მაინც თქვენ ძალას მოიაზრებენ როგორც რუსული ძალას, აი ამაზე ასე თქვენ. ვინ მოიაზრებს გააჩნია ამას მამტკიცებელი საბუთი უნდა კონდეს ბატონო როდესაც შეიძლება გამოიყენოს კახაბუკას რამდენიმე ვიზიტი რუსეთში. ასე განცხადებები ბოკერია როდესაც ივანოვს ხვდება, მაშინ ჩვენ ვის დავაბრალოთ. მოდი მაშინ მე პირიქით ასეთ კითხვას დავსვამდი. როდესაც პეროვამდე იყვნენ მოსული, ილია მეორე ჩვენი კათოლიკოსი ჩავიდა რუსეთში და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს თავის ოჯახში შეხვდა სადილზე, მიიღო სადილზე, ну როგორც მართლმადიდებლს დაუბრუნდა პერევიდან სხვადასხვა ახლაც მახსოვს 110 ნომერი ბენკას ეძახეთ ეს პრობლემებული მანქანა იდგა პერევში, გავიდა და შემდეგ პრეზიდენტი გამოვიდა და გულზე ხელისუფლებული ჩემი გაკეთებულიო და ისევ ნახეთ რომ რამოდენიმე საათში ისევ დაბრუნდა, ანუ სტატუს-კვოს აღდგენის მაგერად, ესე იგი ჩააბარა მე უწოდე ჩვენს პრეზიდენტს მიხეილ ორჯონიკიძე 29 საუკუნის, ანუ მან ჩააბარა ესე იგი რუსეთის ტერიტორია. აბა რატომ აუძახიან მაშინ ილია მეორე თუ ჩავიდა რუსეთთან და თუ შევიდა პრორუსულს. და ჩვენ არა ილია მეორის განცხადებასთან დაკავშირებით რადგან ახსენეთ რამდენჯერმე მაინტერესებს თქვენი აზრი. აი როცა გააქტიურდა საპროტესტო ტალღა, მან განაცხადა, რომ ეს ყველა ქვეყანაში ხდება მსგავსი რამ და რომ ეს ქვეყნის გარეთ არ უნდა გასულიყო შემთხვევა მოგვარები დაახლოებით ესეთი კონტენტი იყო. აი ამას როგორ შეაფასებ და ამის მერე არის ესეთი ვარაუდი, რომ ამან ჩააცხრა ის მოხდა. არავით არ ჩააცხრა, მას გააჩნია რუსთავმა როგორ გადატარგმნა. ვიცით ჩვენ ყველა ქვეყანაში ჩვენ როგორ მოვიღებთ ახლა კათოლიკოს პატრიარქი ვერაზოს ვერ მოუწოდეს მithumetes ქართულ საზოგადოებას რომ ანუ ერთი და გუანტანამოში რომელიც ციხეს დაიშალა გუანტანამოში ხდებოდა და თემსოფლიოს საზოგადოება ადგა ყველაზე დიდი დამნაშავენიც კი ვინც ტერორისტულ აქტებში იყო ეჭვმიტანილი და ფაქტზე ესე იგი ფაქტზე დაჭერილი მათზე ძალადობაც დაგმეს ჩვენ ეს ქვეყანაში ანუ ხალხი და ხელისუფლება ამას წყვეტს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ამას გადანაკოს სამარცხვინო თან მოსვლამდე რამოდენიმე საათის უკან ვიხილეთ ქუთაისის ციხეშიც იგივე სისტემა რამოდენიმე 3 თუ 1 არა სხვა რამოდენიმე რამდენი წორი იყოს განცხადება როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას გააჩნია ვინ როგორ გაიგებს. და თქვენ როგორ გაიგებთ? ყველა ქვეყანაში ხდება, რა თქმა უნდა, ჩემთვის მისასალმო ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ახლა ვერ გიბიძგებდა ჩვენი პატრიარქი იმისაკენ, რომ ასეთი სისტემური ხასიათი არსებობიყო, ამიტომ ეს უნდა დაგმადილი იყო ყველა ქვეყანაში. და უნდა დაიგნოს საქართველოში. და არ უნდა გასულიყო ქვეყნის გარეთ? ფაქტობრივად უნდა გასულიყო ეს ქვეყნის გარეთ. მე ვერ გეტყვი ხა პატრიარქის სიტყვას ვეთანხმებით, რომ მე ჩემს მოსაზრებას გეუბნებით ახლა. ეს მეორე საკითხია პატრიარქს ვეთანხმებით, რომ ქვეყნის გარედან ეს ადრე თუ გვიან მაინც გავიდოდა, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო შეშფოთებულია და მთელი ამერიკა აღშფოთებულია, თუ აღშფოთებულია ამერიკა, ესე იგი ძალიან გაბრაზებულია ჩვენ ასე მივიჩვიოთ რამოდენიმე წლების მანძილზე მარტო შეშფოთება აღშფოთება. არაფერი შედეგი ამ აღშფოთებას არ მოუტანია ჩვენი ქვეყნისათვის. არის ესე იგი საზოგადოებაში არის აზრი რომ ესე იგი მასშტაბური გაყალბების გარეშე ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მიაღწევს. ხოლო თუ გაიმარჯვა ასეთი გამარჯვებით მაშინ ესე იგი ლეგიტიმურობა არ იქნება არც ქართულ საზოგადოებაში და საერთაშორისო დონეზე. თქვენმა ლიდერმა განაცხადა ისიც რომ თუ იქნა მასობრივი გამოსვლები უყურებლად გავალთ ჩვენს და დავდგებით ხალხის გვერდით. თქვენ როგორ აფასებთ, როგორ მოიქცევით და როგორ საერთოდ როგორ უყურებთ მომავალ არჩევნებს, რომელიც 4 დღეში 3 დღეში უნდა გაიმართოს და აი შემდგომ არჩევნების შემდგომ პერიოდი როგორ განვითარდება. მე მინდა გითხრათ რომ არის ასეთი რამ ცხოველთა სამყაროში თუ იმას აქვს ნაყურები, როდესაც კატანი ამწყობს თაგვზე რომ საუბარი ვირთხა იწყებს თავის ომს გადარჩენის
ფსიქიკას, ანუ როდესაც იცის მან ვერ გადარჩებოდა ბოლოს მარცხდება. ეს ზუსტად ეგეთი რაღაც ჭირს მიხეილ სააკაშვილს. კიდევ აი ჩამოკიდებულია რაღაც ძაბზე და უნდა აცოცხლდეს იმ მწერვალზე, რომელსაც იმ სკამზე, რომელსაც ჩვენ რამოდენიმე ხანში, რამოდენიმე დღეში მას ან გამოიტანებენ და კაი, გასაგები არა, თვითონ გაყალბების კუთხით საარჩევნო გარემო შეაფასა და ფოტოში და ხართვია თანამდებობებში და რაიმე თუ მოხდა 41 თქვენზე კონკრეტულად 51,000 მომხდარი დაფიქსა და პოჩი და 3,500 თითქოს გაიწყება და ამოვიდა დარჩა 38,000 რაღაც პოჩი. მე მინდა ახლა მთელ საზოგადოებას მოვუწოდო, ესე იგი პოჩი მაცხოვრებელი რამდენი უნდა ვიყოთ მეახლოებით მაინც. ანუ სიები არაზუსტია. რა თქმა უნდა, ნუ რომელი უჭყვართ ყოფილი უთქოს, აკა პოჩი 38,000 ამომრჩეველი თუ ესე იგი ყველაზე მინიმუმ 50,000 მაცხოვრებელი უნდა იყოს. ანუ დააკეთოთ თქვა ამისთვის სიები დაზუსტებული ყავით ჩართული ამ ყოველში ანუ თქვა გაასაჩივრებს თავისუფალი საქართველო იყო ჩართული თქვენ მიხილავთ კაციტაძეს და ბატონი კახაკოკოვას დებატს და სადაც მაინც კაციტაძე თავისას ჩემოს მაგრამ ეს უკვე არა მე ვიცი რომ 20-დან მიმართა და იქ იმათ თემის შედეგი იყო გადამოწმების რომ რაღაც კატეგორია რაღაც ნაწილი ამოიღეს კაბატონალის მიწურულში ვარ შედეგი რა გვაქვს შედეგი ვერაფერი ვერ გვექნება ჩვენ გარედან არის უკვე გაყალბებული შეგნიდან არც ადგილობრივ დონეზე როდესაც მე ადგილობრივ პათოლოგიის არჩევნებში მაჟორიტარულად ვიყენს შეგნიდან არაყალბებენ ესენი უკვე იმიტომ რომ საერთაშორისო დამკვირვებლები და ბევრი არის შეგნიდან კარუსელს დააპრელებენ ასეთი ერთი-ორი იყო ამათ უკვე გარედან გაყალბეს მინდა თქვა რამოდენიმე თუ არ ვცდები 34 საარჩევნო შტაბი ერთ გახსნილი და თავად ხოთაშორის აი ნახალ რაიონში უკანონოდ რომელიც აი მაგალითად არის ერთ უბანს სადაც არის დაუშვათ რამოდენიმე 4-5 კორპუსი ჩამოწერილია სიები და სიები აი ზუსტად ამ სიების მიხედვით აი წინა არჩევნებზე ძიდგა ის წარმომადგენლები კოორდინატორები ამ თვითონ პარტიის ამბები არის საარჩევნო უბნების ახლოს იმიტომ რომ იქ კოორდინატორები დადგნენ აუცილებლად კოორდინატორები დადგნენ უფრო მარტივია მოკლე რადიუსში ამ ხალხის კონცენტრირება ან ეს ყველაფერი სიაში გადატანა, ფურცელზე გადატანა, შავი თეთრზე და შემდეგ არჩევნების დღეს შეიძლება დაკონტროლდება შტაბები. ყველასი რეგისტრირება. თუ ვინმე ამ რეგისტრირებიდან და პლუსი არ აქვს დაწერილი, შემდეგ ეძებენ ამ პიროვნებას, როგორც წინა არჩევნებზე ხდებოდა, მიდიან მანქანით, მოძებნიან მიწიდან ამოიღებენ, მოიყვანებენ. იყო ასეთი შემთხვევა, ესე იგი, ვიცით, ეჭვიებარებოდათ მასზე მიუციათ აი მობილური ტელეფონი რომელსაც თვალეთ გადაუღია და ისე კიდე რა შეიძლება გამოიყენოს ხელისუფლება რაიმე ინფორმაციას ხო არ ფლობთ რომ საჯარო მთელი საჯარო სამსახური მისია და მობილიზება აი ამაში ხდება ადგილობრივ დონეზე ახლა როგორც გადათამაშება ხდება არც გასაკვირია რომ კარუსელი დაატრიალოს მეტ უმეტეს გუშინწინდელი CS:GO-ს განცხადებით გუშინწინდელი იყო ვიდეო კამერის დაშვება და ასე შეზღუდვა არის აი შეზღუდვა უკვე იმას მიგვასწავლებს რომ ბატონი მიხეილ ორჯონიკიძე ვერ ემშვიდობება ამ ხელისუფლებას ანუ ისე რეკოტინება და მე მინდა უთხრა საზოგადოებას რომ ორში ნამდვილად დამთავრდება ორში თუ არა სამში აუცილებლად დამთავრდება ნებისმიერი გზით რაც ჩვენმა ლიდერმა გააცხადა ეს უფრო ადრე მოხდა და ადრე დაიწყო ამ დინება ხელმოდი დაიწყო ვიდრე ეს 2 ოქტომბრის შემდეგ იყო შესაძლებელი და თვითონ ყოველას ვუსვამთ ჩვენ ტრადიციულად ამ კითხვას სამი რამ თუ შეგიძლიათ ვთქვათ რაც საერთოდ ვთქვათ გამარჯვების შემთხვევაში გააკეთებთ ქალაქისთვის ფოთისთვის პარლამენტის მანდატი პარლამენტისთვის რეგლამენტიც არ გვეყოს იმიტომ რომ მე აუცილებლად აი აუცილებელია პირველ სამი რაც შეიძლება გაიმიჯნოს ადგილობრივი ბიუჯეტის დონე დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივ დონეზე ვითომ ახლანდელი დემოკრატიული ერთი ნაბიჯი იყო საკრებულოდან როდესაც მიდიოდა მერის არჩევა მე აუცილებლად უნდა იყოს არჩეული ესე იგი დემოკრატიული გზით და რაღაცის ეგიდით და პოჩი აუცილებლად პოჩს უნდა მიეცეს არა თავისუფალი ინდუსტრიული არამედ თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსი და
და ეს რას მოგვიტანს? ეს მოგვიტანს როგორც აქვს დადებითი მხარეები, ისე რა თქმა უნდა უარყოფითი მხარეები, უარყოფითი მხარეების მოხდა ყოველთვის შეიძლება ეს მოიტანს. კონკრეტულად უარყოფითი მხარე რა მიგაჩნია? უარყოფითი მხარე თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში შეიძლება პირველი მაგალითად დავასახელოთ, რომ კონტრაბანდა უფრო გავრცელდეს და კონტრაბანდა გაძლიერდეს. ამიტომ უფრო დამატებითი შემოსავლების შემოვა შავი გზით მოედინებოდა ციგნებმა. ეხლა ინდუსტრიული რო ქვია ეს კონტრაბანდა გაკონტროლებულია. გაკონტროლებულია თვითონ რეგულირებას. ხედავ ჩავარდნილი ექსპერიმენტი ემეყო ამათ რეფორმას არ ვეძახეს, არისო კონდა ჩვენ პანელი გაკრული ერთი ბოძიდან მეორეზე რომელიც ქუჩაზე გადადიოდა 20,000 სამუშაო ადგილ და 450 საწარმო. არა, გასაგები არა, თუ ესე თუ დავარქვით ინდუსტრიულ ზონას ეკონომიკურ ინდუსტრიალიზაცია უნდა წავიდეს, ხო? განსხვავება აი იქნება აუხსნა თქვენ ამორჩეულები. აი ინდუსტრია უნდა შეიქმნა საწარმოები, რაღაცა უნდა გამოუშვება, როდესაც ჩვენ ეკონომიკაზე მაგალითად აი მობილური ტელეფონი ავიღოთ ეკონომიკური ზონა, რატო არის მობილური ტელეფონი და ტაივანი უშვებს ყველაფერს, ხო? მისაროიძახის სინგაპურიზაცია და შემდეგ არის უფრო ესე იგი თუნდაც ჩინეთი ძლიერი ქვეყნები, რომელიც თუნდაც ერთ მობილურს უშვებს, შეუძლია რამოდენიმე ოჯახმა გამოუშვას ადგილობრივ დონეზე, ანუ ვიღაცა მიკროსხემა ჩამოიტანა ამისთვის ჩემი ოჯახი დაჭერდა ან რაღაც პატარა დაგეგმარების ეკონომიკური ზონა თუ აუცილებლად ინდუსტრიული ზონა აუცილებლად საწარმოები და მეწარმეები, ანუ ცივება დიდი ბიზნესი უნდა გამიტარდეს უკვე ის საწარმო, სადაც ესე იგი ხალხი უფრო საკნდება და ხალხი უფრო იმ დიდ მნიშვნელობას აძლევს მელაპარაკო უბრალოდ ექსპორტის ამბავზე და აი როდესაც ინდუსტრიული ზონა შეიძლება ჩვენ უკვე იმპორტზეც ვიმუშავოთ. სხვათა შორის მინდა კიდევ დავამატოთ დამიკითხებით რას ნიშნავს სოფლის მეურნეობა აი ეკონომიკურ ზონაში აუცილებლად უნდა ჩაიდოს ადგილობრივი საქართველოს მასშტაბით სოფლის მეურნეობის განვითარება როგორ იქნება რა თქმა სოფლის მეურნეობა ანუ საბჭოზე საუბარი და როგორც შეიძლება ედგა აი თუნდაც ეკონომიკური ზონა პარტნერებით საწარმოოდ გამიგენ ნებისმიერ ქვეყანასთან მაგალითად მინდა მაგალითი მოვიყვანო დღევანდელი ფოთთან აკავშირშია ფოთში უნდა შემოვიდეს ეს ანუ ფოთს თავისი წელი უნდა რჩებოდა ჩვენ 380 ჰექტარი მიწა როდესაც ადგილობრივ თვითმმართველმა გადასცა გაურკვეველ ვითარებაში და აჩუქა სახელმწიფოს ვის ტერიტორია აჩუქა არის უძლიერესი ქალაქები და თავის უძლიერეს შემოსავლებით რომელიც ზღვას ნატრულობს სოფლის მეურნეობა ახსენეთ თქვენ და სოფლის მეურნეობის აკავშირში ნებისმიერ სისტემაზე ანუ ჩვენ როდესაც სოფლის მეურნეობას ავაღორძინებთ მოდი მინდა ფუნდამენტურად ჩავუმატოთ იმ საკითხს როდესაც ჩვენ სოფლის მეურნეობას ვეხებით და დღეს თანამედროვე ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება ვითომ თანამედროვე სოფლის მეურნეობა აღორძინება და მილიარდ ჩავდებ მე მოვავდა ჩემი პარტია იტყვის მილიარდ ნახევარ ჩავდებ მოვა სხვა პარტია და იტყვის 2 მილიარდ ჩავდებ აუქციონი ყველა ვერაფერი ვერ მექნება შედეგი იმიტომ რომ ეხლა ამ ფაქტებით რეალურად სოფლის რატო ბატონელის ვიცი რაც არ უნდა ესე იგი კონკრეტულად ჩვენ შევერეთ ამორჩეველი ხა და სოფლის მეურნეობა როგორ შეიძლება აღორძინდეს ამას რატანხებით არ უნდა ჩავდოთ იგივე პოტანმატერას პოტის სხვაგოვებს და ყველაზე ვიცით რომ ყველაზე ესე იგი ადვილად და ყველაზე იაფიანი ტრანსპორტი არის დღეს საზღვაო ტრანსპორტი ანუ მთელი მსოფლიო ამას იყენებს და იგივე ახსენებს სოფლის უძლიერეს ქალაქები დღესდღეობით ნატრულობს რომ მას ქვეყანაში სხვა როგორ აითვისებთ ასე ვთქვათ იგივე სისტემა სოფლის მეურნეობა იგივე ჩაის აკრებად რომელი ქართველი ადამიანი მიდის თურქეთში და ჩაის გვერდ ჩვენ ჩაის არაერო ბალახი ედება ამ ჩაის ჩვენთან არა როგორ გეკეთება ფოთში არ ლაპარაკობ არა მე ფოთში არის ტრანზიტული ქალაქი ანუ ჩვენი რეგიონის მასშტაბით რაც უნდა გქონდეს ჩვენ ანუ ვაცარმოებთ ბარტერულ გაცვლას ფოთში შემოსავლები და ფოთში გასავლები არ უნდა თავისთავად ესე იგი თუნდაც დღეგე ვიფიქრებ რომ დღეგე საერთოდ ამოღებული უნდა იქნას და ფოთის მოსახლეობისთვის უნდა იყოს პრივილეგირებული ამიტომ ფოთი უნდა იყოს განსაკუთრებული სტატუსის მქონე ქალაქი იგივე პორტის წილი რაც შემოსავალი იქნება ქალაქს უნდა დაუბრუნდეს საიტანდი პირველ რიგში აი თქვა რას შესთავაზებით პარლამენტს რომ პირველ რიგში გაკეთდეს ფოთის ეს იქნება ბოლო კითხვა მეტყვი დროში ვეღარ ფოთის დღეს უპირველეს ყოვლისა ფოთს მიეცეს თავისი ქალაქის სტატუსი და ფოთში მერი უნდა იყოს არა მერი ბატონო ახლა თქვენ ოპონენტი რომ იყო მართლა ვიტყოდი რომ თქვენ ეკოლოგია არ იყო ფოთოლის ფოთოლებას რა მნიშვნელობა აქვს თუ კი
თქვათ შეიძლება თუ ფოთში ვერ არჩევით ყველა პროგრამა მოგვარდება სხვათა შორის მოგვარდება იმ შემთხვევაში რომ ფოთელის ნებაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული აი რამოდენიმე ადამიანის პაიქრობა იქნება და მისი პროგრამების შეჯიბრება იქნება და არა რომ გინდა თუ არა გინდა ჩემი ნაბატი ნაციონალური უძრაობა მოვიდა და აიყვანეს და დასვეს არ არის არაფოთელი დასვეს ერჯერ მოვიდეთ და მივიღეთ შედეგი რაღაცა სახეზე არაფერი ანუ რამოდენიმე კანდიდატურა როდესაც გამოიკვეთა და მე თქვენი პროგრამა მომწონს კაბატონელის ან ბატონელთარის პროგრამა მომწონს ამაზე დაყრდნობით მივიღებ მე გადაწყვეტილებას აი რომელი უნდა შემოგვიყვება არის საზოგადოება საინტერესო მზად რომ თქვა პროგრამებით ფოთელი 80% მეტიც ამაზე დათანხმდება და თქვენი პროგრამა ახლა ფოთელებს წაკითხული აქვს ნუ გარკვეულწილად კი ვისი გაარცელოთ ეს სხვათა შორის როდესაც ტელევიზიით ვიყავი გამოსული ამას არ ვიცი როგორ საზოგადოება უყურებს იქაც გამოაცხადე ეს განცხადებას აგერია პროგრამა კი სხვათა შორის დონეზე არა კალბატონელის მე ერთი მინდა გითხრათ ეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევანი თქვა რა ვკითხეთ იმაზე არა უშუალო პროგრამას ყველა ადგილობრივ დონეზე რამოდენიმე წელიწადში გვექნება ჩვენ არჩევნები ადგილობრივ დონეზე განვიხილავთ საკითხებს ქვეყანას უნდა უშუალო ჩვენ არა მარტო ფონდზე გვაქვს საუბარი ფოტიკება მთელი საქართველოს იღუება ეს ამაქვს ჩვენ ჩარეგები და გამოიყვანოთ უპირველეს ყოვლისა ავღანეთიდან ტყუილა უბრალოდ რო აი ახლა ის საზოგადო აი ამორჩეული აი ახლა რის მიხედვით ირჩევს მე ვიცი რომ ყველას პროგრამა არ იცის ხო არა აქვს დაკითხული ახლა რის მიხედვით ირჩევს ну ახლა ალბათ აი იმ პრინციპის მიხედვით რომ ოღონდ მიშა როგორც ჩვენ ერთ პერიოდში რამოდენიმე წელს უკან დაგვემართა ოღონდ შევარდნაძე არა ჩვენ განვაცხადეთ სხვათა შორის მინდა მაშინ ძალიან ცუდად დაგვემართა უბრალოდ რადიკალური მინდა ჩემი გამოსვლით რომ ჩვენ განვაცხადეთ 73-ვე ოლქში შეუჯახესებულო 73-ვე მანდატი რომ მიგაქვს და ჩვენ რამოდენიმეს გითმობ თვალ მოდივარ ჩემ ხვედრი ნაბიჯი რატო არ მომდის იქიდან აუ ვიღაც იქ ესე იგი ხას უსვამს ჩვენს ანუ მაინც კითხენ ვიდეო თუ მაინც საზოგადოება ცათალი უნდა მომწიფდეს ასე თქვა და თქვათ შეთავაზებული პროგრამებიდან აირჩიოს თქვათ შეუძლია ადგილობრივ წარმომადგენლობითი ორგანოში თუ ცენტრალური რაც ახლა ხდება ის რომ განცხადებები მე მინდა გითხრას ადგილობრივ დონეზე პროგრამების პაიქრობა უნდა იყოს და თქვენ არ დაგისვიათ კითხვა თუ რატო ვართ ჩვენ ასეთი რადიკალური და ჩვენი და ოცნების აზრები ფუნდამენტურად რატო განსხვავდება ერთმანეთისაგან ჩვენ შეიძლება არ ვერიდებით პროგრესული გვიწოდონ მაგრამ არ დავამთავრებთ იგივე სოფლის მეურნეობის თემაზე ჩვენ ეს დაასრულოთ ჩვენ ეს ჩვენ ეს მე გადამიტანეთ იგივე ადგილობრივი აზრზე იქნება ეკონომიკური ზონა და ეს ცოტა ძლიერი საკითხია მაშინ მართლა არ გვეყოფა რეგლამენტი და მე მინდა თუ რუსეთის ბაზარი არ დაიბრუნა ქართულმა საზოგადოებამ რა თუნდაც ჩაი ციტრუსი თუნდაც დაფნა ვაზი ესე იგი 50 მილიონი ბოთლი იყიდებოდა რუსეთის ბაზარზე 150 მილიონი ქვეყანაში ეს ბაზარი თუ არ დაიბრუნა საქართველოს თუნდაც 5-10 მილიარდი მოჭადოთ ვერაფერს ვერ გავიგეთ არაბის განსხვავება თქვენსა და ოცნებას შორის ოცნება იძახის ნატოს და ჩვენ ვერ ვაყრობთ ჩვენ არც ნატო გვინდა და არც პროგრესულები ვართ არც პროგრესულები აღნიშნეთ რომ ივანიშვილის ასარგებლად ძალიან კანდიდატურა მოხდა რა თქმა უნდა ამ ეტაპზე ასე საჭირო ეს ტირანია უნდა წავიდეს და შემდეგ უკვე ჩამოყალიბდება მთელი საზოგადოება გვინდა ჯერ ერთი არავინ გვიგებს ჩვენ ანუ მე გაძლიერებული ხალხი დაგროვებთ ივანიშვილს ამაზერზე დადგება ყოველდღე ჩვენ ნატოში პარტიულად ნუ ახლანდელი სიტუაციიდან გამომდინარე თვითონ იტყვია ნუ დაწუნებული რაც არ უნდა ვიძახოთ რა წინაპირობა წინაპირობა თვითონ სიტუაცია უბრალოდ იმიტომ რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე რაც კომპრომატების ზონი მიდის ჩვენ ვერც ნატოში შევავთ ვერც ევროკავშირში შევავთ საერთოდ სოფლიოს რუსეთი გავაცინეთ უბრალოდ თუ ჩვენი დიდი მტერი და ოკუპანტად თვლით ჩვენ რუსეთს ესე იგი რუსეთმა გადაიხარხარა აი თქვენი პრეზიდენტიო და მე არ ვიცი ახლა
სიტუაცია როგორ იქნება და როგორ დაიწყება, სიტუაცია როგორ დადის ბოკერია და რასურს ახლა ისევ ჩვენ პროფესორები თუ ივანოვს რო ხდება რა ბატონო მეტი ქართული ნაკლები ვფიქრობ ვაიწყე რეფერენდუმი ან რაღაც ასთან გამოკითხვა აზრის გამოკითხვა რეფერენდუმი რო ჩატარდეს 80% უნდა გაიცნოს რუსეთის ბაზარი დიდი მადლობა მოწვევისათვის ჩვენ დღევანდელი გადაცემა დასრულდა მეც გამშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე დიდი მადლობა მადლობ მოწვევისათვის